საღამოს 6 საათზე დღის მთავარ სიახლეებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე თამთა სანიკიძე წარმოგიდგენთ. ხარჯავდა თუ არა გიგი უგულავას სამევლინებო თანხას არამიზნობრივად პროკურატურამ ძიება დაიწყო. ის რომ გამოძიება მერის ვიზიტებით დაინტერესდა უგულავას დღევანდელი წერილიდან ხდება ცნობილი. დედაქალაქის მერი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს 47 გვერდიან დოკუმენტს უგზავნის, სადაც მისი ამერიკული ვოიაჟები და ხარჯებია ასახული. წერილში უგულავა გამოძიების პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს. კბილაშვილის უწყებას კომპეტენციას უწუნებს. იმ რეპორტაჟს კი, სადაც მისი ლას-ვეგასური მივლინებები გახმაურდა, ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას უწოდებს. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ გიგი უგულავას 3 ამერიკული ვიზიტი და ხარჯთა რიცხვის სამსახველი ოფიციალური დოკუმენტაცია ნანა ლეჟავას გადაცემა კვირის რეპორტაჟში მოხვდა. გიორგი მანჯავიძემ წაიკითხა მერის დღევანდელი წერილი. გიორგი კონკრეტულად დაწყებული არის თუ არა რეალურად გამოძიება და მოახერხე თუ არა პროკურატურასთან დაკავშირება. თამთა სულ რამდენიმე წუთის წინ ჩვენ ვესაუბრეთ პროკურატურასთან, მათ დაგვიდასტურეს ის, რომ გამოძიება დაწყებულია მერიასთან მიმართებაში რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის ერთ-ერთი ეხება საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას. პროკურატურაში კონკრეტულ გვარებს არ ასახელებენ, თუმცა სავსებით შესაძლებელია გიგი უგულავა მოხდეს პროკურატურას მხრიდან დაინტერესებულთა სიაში. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლით, რაც თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს. გმადლობთ გიორგი, ეს იყო გიორგი მანჯავიძე, უფრო ვრცლად მის რეპორტაჟს თქვენ საღამოს 9 საათზე ნახავთ. ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორი წელიწად ნახევრის შემდეგ დუმილს პირველად არღვევს. ზურა ქურციკიძე დღეს მეცხრიარქს ინტერვიუზე დათანხმდა. როგორ დააკავეს ფოტოგრაფი, რატომ წაიყვანეს თბილისის ზღვაზე და რა ხდებოდა იზოლატორში. ქურციკიძე გამოძიების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე ალაპარაკდა. ჩვენ ჟურნალისტთან შეხვედრა ფოტორეპორტიორმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მეცხრიარქის ეთერში ფარული ვიდეო ჩანაწარე გავიდა. მასალაში ჩანს, როგორ იძულებენ სავარაუდოდ კუდის თანამშრომლები დაკავებულ გია აბდალაძესა და ზურა ქურციკიძეს, რომ ადვოკატ ეკა ბესელიასა და შალვა შავგულიძეზე აცილება თქვან. უცნობი პირები ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტორეპორტიორებს იმ ადვოკატების სახელებსაც კარნახობენ, რომლებთან თანამშრომლობაც უნდა მოეთხოვათ. მაშინ ბესელია და შავგულიძე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ, რომ აბდალაძეს, ქურციკიძესა და გედენიძეს აღიარებითი ჩვენებები მიეცათ. ლანა ბერიძე ესაუბრა დღეს ზურა ქურციკიძეს. დღეს ჩვენი კორესპონდენტი ფოტორეპორტიორების საქმეში გამოკვეთილ ახალ დეტალებზე მუშაობს. ლანა, ეთერში ხარ. თამთა ზურაბ ქურციკიძემ როგორც ჩვენ აღნიშნეთ, წელიწად ნახევრიანი დუმილი სწორედ ამ ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ დაარღვია. ჩვენ დღეს დავუკავშირდით ქურციკიძეს და ვთხოვეთ, რომ მოეყოლა მისი დაკავების და ციხეში გატარებული დღების დეტალები. მან თავდაპირველად ამაზე უარი განაცხადა, თუმცა მას შემდეგ რაც მას ჩვენ ძალიან ვთხოვეთ, რომ იქნებ შეეთანხმებინა ეს აგენტო ეპასთან და მოეყოლა დეტალები, მან უკვე შეათანხმა თავის ხელმძღვანელობასთან და ისაუბრა ვრცლად ამ დეტალებზე. ქურციკიძე ამბობს, რომ ის გვიან ღამით 2 საათზე მასთან მივიდნენ სახლში ეგრეთ წოდებული კუდის თანამშრომლები, მოახდინეს სახლის ჩხრეკა. ამის შემდეგ უკვე ზურაბ ქურციკიძე წაიყვანეს სახლიდან, სადაც ავტომანქანაში გადაყვანის შემდეგ უკვე მოხდა მისი ის ამბობს, რომ მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ და თხოვდნენ, რომ ეღიარებინა, თუმცა რაც დღემდე ვერ ხდება ამას ზურაბ ქურციკიძე და ის თხოვდა სამართალდამცავებს, რომ განემარტათ მისთვის თურის აღიარებას ითხოვდნენ ქურციკიძისგან. ქურციკიძე იხსენებს, რომ მას შემდეგ რაც ადარბაზოსთან ის მანქანაში რამდენჯერმე მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ უკვე გადაიყვანეს მისთვის გაურკვეველ ადგილზე და ამბობს, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო თბილისის ზღვა. ამის შემდეგ უკვე მოხდა მისი გადაყვანა გამთენიისას მოდულის შენობაში, სადაც დაახლოებით ერთხელ დაარტყეს და თან უთხრეს, რომ სახის არეში არ მოეხდინათ მისთვის ხელისგარტყმა, რადგან შესაძლოა ეს მერე შემჩნეოდა. ამის შემდეგ შეიყვანეს ერთ-ერთ პირთან, რომელიცაც ამბობს, რომ ქურციკიძემ არ იცის ვინ იყო ეს ადამიანი, რომელმაც ასევე მოთხოვა აღიარებითი ჩვენების დაწერა და ქურციკიძემ იქაც დასვა კითხვები თუ რა უნდა ეღიარებინა მას. ამის შემდეგ უკვე ის გადაიყვანეს სასამართლო დარბაზში, სადაც მოხდა აღკვეთი ღონისძიების შეფარდება და შემდეგ უკვე გდანის მერვე დაწესებულებაში, სადაც პერიოდულად გაურკვეველი პირები ქურციკიძესთან გადიოდნენ კონსულტაციებს და მათგან მოითხოვდნენ აღიარებას. ერთ-ერთი კონსულტაციის დროს არის უკვე, როდესაც ქურციკიძე ამბობს, რომ მან ფსიქოლოგიურად ვეღარ გაუძლო ამ ზეწოლას და ეს ეუბნებოდნენ, რომ ვეღარასოდეს ვეღარ ნახავდა ცავის დედას და მინიმუმ 13 წელი მოუწევდა ციხეში ჯდომა. მან გადაწყვიტა, რომ უკვე აღიარება მიეცა სამართალდამცავებისთვის, მას მიუტანეს დაწერილი ტექსტი, რომელიც გააზეპირებინეს და ამის შემდეგ უკვე ქურციკიძე დათანხმდა, რომ აღიარებითი ჩვენება მიეცა. ჩვენ შეგვიძლია ზურაბ ქურციკიძის ეს კომენტარი, რომელიც მან მოგცა და საკმაოდ ნერვიულობდა ამ კომენტარის გაკეთების დროს, ეხლა მოვისმინოთ. ჩავჯექით მანქანაში, დამიწყეს ცემა. თვითონ უშუალოდ ვინც გვერდზე მჯდომებდა, წინ მჯდომებდა.
დომა ეხლა მძღოლი გასაგები ახლა მანქანას მართავდა და დამიწყეს წემი წამიყვანეს თბილისის ზღვაზე თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ერთ-ერთ შესახვევში იქ გადმოვედი მანქანიდან მე ვიყავი უკვე ბორკილებში როგორც კი მანქანაში ჩავჯექი იქაც მცემეს მეუბნებოდნენ რომ აღიარეო მე არ ვიცოდი რა უნდა მეღიარებინა რა აი ვის იცნობო ისო ვის იცნობო მეთქი მე ჟურნალისტი ვარ აი 2005 წელსო შენ რომ დაიწყო ჯერ მე აუხსენია რომ მე 2004 წლიდან თანამშრომლობ ამ სააგენტოსთან ევროპის პრესპორტ სააგენტოსთან აი უკვე 2004 წლიდან გათვალიერებთო და ყველაფერი ვიცით შენზეო და ისო ვინ იყო ის კაცი ვიღაც ულაშებიანიო აი ეს მე ვიხსენები ვინ იყო ეს ულაშებიანი წვერებიანი ვის ანუ არავითარი ანუ სულიად გაუგებრობაში ვიყავი არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა რა ხო ნუ მეთქი მეგობრები მყავს ყველა ვისაც მე ვიცნობ აი Facebook-ზე ნახეთ ყველა თავის ფოტოსურათით არსებობს რა მე არავის არ მოვამ და არაფერი არ დასამალი არ მაქვს მივედი მოდულში ამიყვანეს მოდულში და მოდულში კიდე ამიყვანეს ვიღაც პიროვნებასთან რაღაც თქვა ჩინით უფრო მაღალი იყო რა ну იმათ დაიწყო თავიდან ესე ნორმალურად მე კითხებოდა რა ხდება და რო ხდება მე აუხსენი რასთან მოვადგენ ჟურნალისტი ვარ მუშაობ აქ და აქ ვის შევხვდი ვიღაც ულაშებიან კაცს რა ანუ აი მართლა მე ვიხსენებდი ამ ულაშებიან კაცებს წვერებიანებს უხსე მართლა გამახსენდა მეთქი ჩემი უფროსი არის ну მაშინდელი უფროსი იყო ევროპის პრესპორტ სააგენტოში არის ესეთი უბრალოდ იმას წვერები აქვს მეთქი და არო შენ ისო არო სხვა ვიღაცა ну მოკლედ რა მე ეს გძელდებოდი სადღაც ორ მოდულში უშუალოდ იმიტომ რომ გათენდა უკვე რა რაცა მე ვიყავ მოდულში მე გინება ერთხელ დამარტყეს მარტო მოდულში უკვე იმ კაბინეტში მითხრეს ნუ აი ეხლა დაწერეო და წადი სახშიო მეთქი აი რა დავწერო მე არ ვიცი რა უნდა დავწერო რაც მე აი რასაც მე ვამბობ მე ვთქვი მეთქი მე მუშაობ აქ და აქ აი მე აი ნახავ რა შენ რა მოგივაო ციხეში ეხლა თუ არ იტყვიო რა ძალიან მუქარა აი რა მოგივა ციხეში როგორ იქნებიო რა ესეთი მუხლეთ რო შედიხარო შენო ისო მე აი არ ვიცი რა უნდა ვთქვა რა მოხდა რა ვიცოდი რა რის გამო გადაგვაყვეს რა და მე იქ გავიგე რომ დავიკითხე გაზეთში რომ აი ამის გამო რაღაც 26 მაისის კადრების გამო ვარ ჩვენ ხო და მე კიდე ველოდებოდი როცა მე მთავაზობდნენ თავის მოღანახას მეთქი იქნებ რაღაც გარესამყარო კიდე იმოქმედოს და რაღაცა საღმა აზრმა გაიმარჯოს და ჩვენ გამოგვიჩვენებენ და მეთქი ეს რაღაც გაუგებრობაა და ну მოკლედ და მე მოკლედ როცა უკვე დამეკარგე იმედი ჩემი თავის ყველაფრის რა უთხარი რომ კი მეთქი ვაღიარებ და გავიშალეს ფურცელი აი ეს წაიკითხეო ну წაიკითხე მეორე წაიკითხე მოგვიყევი და რა ეწერა ну ეწერო რომ მე ვითომ 2004 წელს წავედი მოსკოვში იქ რაღაც გარკვეული პრობლემები შემექმნა საზღვრის გადაკვეთის დროს მე მომიდა ვიღაც კაცი და მეხმარა ამაში ანუ ეს იყო მათი დაწერილი ეს მე დავიზეპირე და მამეზეპირებინეს რა უშუალოდ როგორც თქვენ მოისმინეთ, ზურაბ ქურციკიძე ამბობს, რომ აღიარებითი ჩვენება მას გაზეპირებული ტექსტით მიაცემინეს და როგორც ხედავდით, საკმაოდ ღელავდა, როდესაც ამ ინტერვიუს გვაძლევდა, ის აპირებდა, რომ ყველა დეტალი სასამართლო პროცესზე მოეყოლა, თუმცა იმ ფარულმა ჩანაწერებმა, რომელიც დღეს ექსკლუზიურად მეცხრეხმა გია აბდალაძის მეშვეობით მოიპოვა, გადააწყვეტინა, რომ დღეს ესაუბრა უკვე ამ დეტალებზე და ქურციკიძე უკვე თავის მეგობრებთან ერთად, გიორგი აბდალაძესთან და ირაკლი გედეინძესთან ერთად აპირებს, რომ პროკურატურას მიმართოს და საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვოს. ქურციკიძეს აბდალაძის მსგავსად დარწმუნებულია, რომ მათი საქმე მაღალი თანამდებობის პირების დონეზე წყდებოდა და სწორედ მათი მითითებით მიაცემდეს აღიარებითი ჩვენებას და აცილებას თავის ადვოკატებზე. დავით ფარული ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც მე ახლა ვსაუბრობ, დღეს დილით გავიდა მეცხრე არხის ეთერში, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ ხდება სავარაუდოდ კუდის თანამშრომლების მიერ ქურციკიძისთვის და აბდალაძისთვის იძულებით ადვოკატებისთვის აცილების მიცემა. გიორგი, რატო დაიძახეთ ახლა? გასულ შენ წერანდელი შენი ადვოკატების ფანსკალ დავიცავთ თამაშია. მოკლედ ეს სიტუაცია რა. უნდა მისი აცილება შენი სამართლით. და შენ ინტერესებს დაიცავს სხვა ადვოკატი.
განხორციელება ხოვა პროექტი. ანუ როგორ დაიწყო მაგას კიდე ზედმეტი ფართობი რა, ეგრე ჯობია რა. ეხლა პროცედურულად ესე რაღაცა დავაკეთეთ. ჩვენ დაიწყეთ განცხადება საუნჯების სახელზე, და ტექსტად ესე გამოსცემ რომ ჩაიწერთ მას ჯერ დაიგიხო. და ის რომ 20 ივლისს ჩემი დაკითხვის დასრულების შემდგომ როგორც იყო პროკურატურას მიმართ განცხადებული საფრთხის სამოდი გაგონების თავზე. და ჩემი ინტერესების დამცველი ადვოკატები ბესელია მაჭარაშვილი ჩინჩალაძე და ჩიკოვანი არ გამეთანხმდნენ. და მნიშვნელოვანი უარი დააფიქსირეს ჩემს განცხადებაში. ვინაიდან ჩემი პოზიცია არ ამსაუბრა ადვოკატების პოზიციას და ისინი მოხმარებენ ჩემი ინტერესების საწინააღმდეგოდ, მას მიმართ ვაყენებ ათილებას და არ მსურს მათ დაიცვან ჩემი ინტერესები. აქედან გამომდინარე, მხოლოდ მნიშვნელოვნად საკუთრების ადმინისტრაციის წინაშე ნებართვამ რომ მისაღებრო სატელეფონო ზარი, რათა ჩემი ინტერესების დასაცავად მოუწია ჩემი ნაცნობი ადვოკატი. მიიღდათ ხამათად. ეხლა გეტყვიეს რატოა შენი ნაცნობი ადვოკატი და რატო არის ეს მიიღდათ ხამათად. მეტი იმისთვის რომ მე დამატებით შეკითხვები არ ეკვოთეს და როგორც იციან ხოლმე ჩემ ადვოკატებმა და როგორ ანაირად ეს არის საფუძველი იმისა რომ შენ მოიწვიოს ადვოკატი. და ეს ლონჯობი ჩვენ რომ ეს მიიღდათ ხამათაზე არის იმითო მიცნო შენ ადვოკატს ამ შენ ძველი ნაცნობია და მინდა რომ შენ ინტერესები დაგვიგონებინა იმათ დაიწყეს ვერან დრაგის თამაში, მინდა რომ შენ ინტერესები დაიწყო შემო ადვოკატმა. ხო და ნაცნობია და მაგითო დახიან. აი ამის საფუძველზე ამას შენ ადვე ადმინისტრაციას ხო ჩაოლები როგორც წესი დარიგია ადმინისტრაცია უზომის გამონჯიებელს და გამონჯიებელი შემოდის წერილით არ და გეუბნებას თავს ანუ თავს შენ რომ ისარგებლო სატელეფონო ზარი რომელიც უკრება შენ კანონის გავს ამის შემდეგ შენ ურეკავ უკვე ამ კამანდაძეს და ეუბნები რომ მე ვარ გიორგი აბდალაძე როგორ ახარ ამ მოდიხავ ჩაოლებრივ მე ვარ გიორგი აბდალაძე და მსურს რომ მე ვარ ამ დაგალებული ამ ამბრალდებით ვარმირო საპრობლემაში და მსურს რომ ჩაერთო ჩემს საქმეს და ჩემი ინტერესები დაიცვა დღეიდან ისინი რაღაცებს გეტყვის როგორ ახარ ეს სიტუაცია გამომჯერებელი ტელეფონით არ დაგარებია გადაგიყვანენ კორპუსზე ის ტელეფონი რო არის ანუ ადმინისტრაცია ნება დახსოვო რომ დაურეკო ეხლა მე ტელეფონის ნომერი დაგიდე აგერ არის ტელეფონის ნომერი და დაურეკე შეულებრივ ანუ ტექსტი დაიწყე მასე რა რომ ახლა როგორ ახარ მე ვარ ზურაბ კურჩიკიძე ვარ ნუმერო საპრობილეში და მინდა რომ ჩემი ინტერესები დაიცვა შენ ვარ გალდებული თქვა ამოღლი და მინდა რომ ჩემი ინტერესები შენ დაიცვა და დღესვე ჩაერთი ამ საქმეში მაშინ დაგიგოს რაღაცა ლაპარაკობ და დრო გამოჩნდეს რა ანუ ეცადე რომ აი ცოტა თეორიული შინაურული საუბარი რო გაუშვა რა ცოტა ეხა კახათთან დანდები და მე ეგეთი რამე არ გინდა ვითომ ისნო რა მე შინაურული იმრო არის მითო იმან იცის ეს პრობლემა არ გაუგდება გაგიგოს შეუძლებელი ვიცი თუ არ იყო შანსი არ არის შანსი არ არის ხო ანუ მე ისო პრობლემა არა მე არ გაგვინდები შენ შეუძლებელი ანუ მე მოგეკახე გამარჯობა როგორ ახლა მე კურსიკიძე და პასაპორტში ვარ და ვარ ანუ ჯაშობის ვარდი ვარ დაგავებული და გამიმხო რომ მინდა რომ შენ დაიცო ჩემი ინტერესები ვინაიდან მე კი მყავს ადვოკატებმა რომ მინდა რომ შენ დაიცო ჩემი ინტერესები მინდა რომ ვიცნო ბენდობი და ასე შემდეგ რა განცეთ ისმოვი სამიბოს ლაპარაკი რაღაც ნახევარი კუთხის ამბავი რომ იყოს ხა ამ ჩვენ სამოვიცდრო ჯენერაცია დანარჩენი ყველა უნდა იცოდეს რომ იცნობს შენ აღნიშნული ფარული ჩანაწერის გარდა რომელიც თქვენ ახლა მოისმინეთ გიორგი აბდალაძე აცხადებს რომ პირმა რომელმაც მას ეს ჩანაწერები მიაწოდა მაგ საკმაოდ ბევრი მასალები აქვს და იგივე ფოტორეპორტერების საქმესთან დაკავშირებით ჩაწერილია მათი ციხეში ყოფნის ყველა დღე და ყველა საათი აბდალაძისთვის და ქურციკიძისთვის უცნობია თუ რაში ჭირდებოდა სამართალდამცავებს მათი ყველა წუთის გადაღება თუმცა პირი რომელმაც მათ ეს მასალა მიაწოდა ამბობს რომ ყველა დეტალი გადაღებულია ასევე გიორგი აბდალაძემ ნახა სპეცოპერაცია ენვერის შედეგად დაკავებულ პირებს როგორ აძლევინებენ აღიარებით ჩვენებას ამის კადრებიც არსებობს როგორც ის აცხადებს და სხვა კიდევ ბევრი გახმაურებული საქმის და აბდალაძე არ გამორიცხავს რომ ადამიანმა რომელსაც ეს მასალები აქვს ძალიან მალე ყველაფერი საჯარო გახადოს ამასთან ჩვენ დღეს შევეცადეთ დავკავშირებოდით ერთ-ერთ ადვოკატს მირდათ ქამედაძეს რომელსაც ვესაუბრეთ ტელეფონით ის დღეს პირადად ჩაწერაზე არ დაგვთანხმდა ვინაიდან აცხადებს რომ შეუძლოდ გნობს თავს ამიტომ 9 საათზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რას ამბობს ადვოკატი რომელიც სამართალდამცავების მოთხოვნით გახდა გიორგი აბდალაძის ადვოკატი რაც შეეხება მეორე ადვოკატს ეგრეთ ვინმე
თანხას ჩვენთვის უცნობია კონკრეტულად ვიზია საუბარი და არც ზურაბ ქურციკიძეს აქვს ამ ადამიანის კონტაქტები და არც გვარი აქვს მისი შესაბამისად იურისტებში ეს ადამიანი ვერ მოვიძიათ ასევე ჩვენ შევეცადეთ დაუკავშირდით სასჯელ აღსრულების სამინისტროს და ვთხოვეთ გაერკვიათ გდანის მერვე დაწესებულებაში ნამდვილად არსებობს თუ რა მსგავსი ოთახი სადაც ეს ფარული ჩანაწერია გაკეთებული და რომელი ოთახია ეს და კონკრეტულად ვინ იჯდა ამ ოთახში და ვინ შეიძლება იყოს კადრზე აბდელაძის და ქურციკიძის გარდა იქნებ მოახერხონ ამ ადამიანების იდენტიფიცირება რომლებიცაც ჩვენ გვაქვს შეკითხვები დასასმელი თუ ვისი მითითებით ახორციელებდნენ ისინი რომ მოეთხოვოთ აბდელაძის და ქურციკიძისთვის აცილების მიცემა და აღიარებითი ჩვენების მიცემა ასევე როგორ აფასებენ მედია ექსპერტები იურისტები და ჟურნალისტები რომლებიც თავის დროზე წელიწად ნახევრის წინ აქტიურად მოითხოვდნენ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ადამიანების დაკავებას ნახევთ ცლად დეტალები 9 საათზე ჯაშუშე ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით გმადლობთ ლანა ფოტორეპორტიორების საქმეზე ლანა ბერიძე საუბრობდა ეთერში აღიარება 7 წლის შემდეგ პროკურატურა სავარაუდოდ შალვა რამიშვილის დაკავების ფაქტზეც დაიწყებს ხელახალ გამოძიებას ზურა ადეიშვილი ვანო მერაბიშვილი დათა ახალაია კობა ბექაური ადამიანების გვარებს ასახელებს რომლებმაც 2005 წელს რამიშვილისთვის თანხის გადაცემა და დაჭერა დაავალეს საქმეში ფიგურირებს ამირან მესხელიც რომელმაც ბექაურის მონაყოლის მიხედვით ჟურნალისტისთვის გადასაცემი თანხა მიიტანა ყოფილი დეპუტატისა და ბიზნესმენის მტკიცებით ოპერაცია ახალაიას კაბინეტში დაიგეგმა. უარის შემთხვევაში კი ადეიშვილი კობა ბექაურს დაპატიმრებითა და განადგურებით დაემუქრა. ზეწოლისა და მუქარის შესახებ პირველად ყოფილი დეპუტატი დღეს შალვა რამიშვილის დილის გადაცემაში ალაპარაკდა. ბექაურისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით რამიშვილი, რომელიც მაშინ 202-ის თანამშრომელი იყო, 2005 წლის აგვისტოში დააკავეს და 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რატომ გადაწყვეტა ბექაურმა აღიარება 7 წლის შემდეგ და როგორ მისცა ყოფილმა დეპუტატმა 2005 წელს გამოძიებას ჩვენება. იმედა დარსალია მუშაობს თემაზე, იმედა გისმენთ. თამთა რამიშვილი კოხრეიძის საქმეში დღეს უკვე ახალი დეტალები გამოიკვეთა. როგორც კობა ბექაური ამბობს, ამ საქმეში უშუალოდ მონაწილეობდა ვანო მერაბიშვილი, გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დათა ახალაია. რის შემდეგაც ბექაური აიძულეს ამ ოპერაციაში მონაწილეობა მიეღო და რამიშვილისთვის ფული გადაეცა. შემდეგ მოვლენები როგორც განვითარდა მაყურებელმა ძალიან კარგად იცის. და მაინც რატომ გააკეთა კობა ბექაურმა და რატომ მისცა სრუჩვენება სასამართლოს ჩვენ შეგვიძლია თავად მოусმინოთ მას. შიში იმისა რომ ყველას გამოდა არაფრის გამოიჭერდნენ ეს ყველაფერი რეალობა იყო და ამის თქმის გაბედვასაც ვერ გავბედავდი იმ პერიოდში იმიტომ რომ გამორიცხული იყო და ეს თვეთი როდესაც უნდა მომეხსნა და ნამდვილად დადგა ის დრო და ის სიტუაცია რომ ეს თვეთი მომეხსნა მე გუშინ შედგა შეხვედრა პირველად და მე კიდევ ერთხელ ვამბობ ადამიანს უნდა მოეყოლა რაც მას სურდა მე კიდევ ერთხელ ვამბობ ალბათ გაიმართება სასამართლოს არის ახლად გამოვლენილი გარემოება კანონი ყველაფერს პასუხს გასცემს ყველაფერი თავის ადგილზე დადგება გაერკვა სიმართლე იმის თაობაზე თუ ვინ შეუკვეთა დადგინდება უტყუარად ანუ უკვე ვიცით ეს ყველაფერი და კანონის ძალით დადგინდება და დანაშაულები პასუხს აგებენ რა თქმა კობა ბექაურმა დღეს მეცხრე არხის უხერხულ შეკითხვებს უპასუხა მაგალითად როგორ გრძნობს თავს როდესაც მან ორი ადამიანის წინააღმდეგ სრუჩვენება მისცა მით უმეტეს რომ ერთ-ერთი დავით კოხრეიძე ამბობს რომ სწორედ ამ სრუჩვენების გამო მან შვილი დაკარგა ზუსტად 9 საათზე როგორ იკერებოდა რამიშვილი კოხრეიძის საქმე გმადლობთ იმედა ბექაურის აღიარებაზე იმედა დარსალია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთი მაღალჩინოსნის დაკითხვა ამჯერად შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი უნდა დაიკითხოს. ჯაბა ებანოიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული, თუმცა მიზეზი ჟურნალისტებისთვის ჯერ ისევ უცნობი რჩება. ებანოიძეს საგამოძიებო სამსახურთან ყოველწუთს ელოდებიან. ნოდარ ჩაჩუას ვრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში ნოდარ ხომ არ მოვიდა უკვე ებანოიძე და გახდა თუ არა ცნობილი მიზეზი რის გამოც ის უნდა დაკითხონ. დიახტამთა შემოსავლების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაბა ებანოიძე უკვე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მოვიდა, თუმცა მას ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და როგორც მან განაცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაიბარეს იგი საგამოძიებო დეპარტამენტში. აღნიშნული ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ ასევე დაადასტურეს თავად ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა და სავარაუდოდ საქმე ეხება სწორედ იმ პერიოდს, როცა ჯაბა ებანოიძე შემოსავლების სამსახურს ხელმძღვანელობდა, თუმცა მანამდე იგი ასევე იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილეც იყო და მას საჯარო რეესტრის მიმართულება ებარა, იგი სწორედ საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არის ცნობილი რა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არის საგამოძიებო სამსახურში დაბარებული
შემოსავლების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა კერძოდ კი პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილებმა საყვარელიძემ უკვე გააკეთა სპეციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით ჯაბავებანოიძის დაკითხვას, ასევე ჯაბავებანოიძის დაკითხვას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მიუძღვნეს სპეციალური ბრიფინგი, როგორც ისინი აცხადებენ, ისევე როგორც სხვა დაჭერები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომელსაც საგამოძიებო სამსახურები აწარმოებენ, აღნიშნული ქმედება სწორედ პოლიტიკური აღნიშნულ ქმედებასაც სწორედ პოლიტიკური შეფასება ეძლევა. ჯაბა ებანოიძე არის ადამიანი, რომელიც გახლავთ სიმბოლო საქართველოში კორუფციის დამარცხების, გახლავთ სიმბოლო საქართველოში ბიუროკრატიის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლის. ეს არის ადამიანი, რომელმაც შეძლო ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული უწყების საჯარო რეესტრის ერთ-ერთ სამაგალითო უწყებად ქცევა. მე ვსვავ ერთ შეკითხვას, თუ თქვენ გინახავთ ბოლო თვეების განმავლობაში რომელიმე ყაჩაღის, რომელიმე მძარცველის ან რომელიმე მკვლელის დაკავების ამსახველი სიუჟეტი. ასეთი რამე არ ყოფილა, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით, პოლიტიკურად მიზეზდებული დაბარებები, ადამიანების დაშინება, ადამიანებზე ზეწოლა და ასე შემდეგ. ჯაბა ებანოიძის დღევანდელი დაბარება არის ერთ-ერთი ამის თვალსაჩინო მაგალითი. აი ასეთი იყო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის შეფასება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ჯაბა ებანოიძის საგამოძიებო სამსახურში დავალებასთან დაკავშირებით, თუმცა მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ და ვეთქვი, რომ ჯერჯერობით უცნობია რა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არის დაბარებული ებანოიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და რომელ პერიოდს ეხება საქმე. ეს არის შემოსავლების სამსახურში მისი ხელმძღვანელობის პერიოდი, თუ არის იუსტიციის სამინისტროში მისი მუშაობის პერიოდი. ამის შესახებ სავარაუდოდ უკვე გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც დაკითხვა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, დასრულდება ჯაბა ებანოიძე საგამოძიებო სამსახურის შენობაში ადვოკატთან ერთად შევიდა. მადლობთ ნოდარ, ბუნებრივია ჩვენ ველოდებით ჩვენგან ახალი ინფორმაცია მას შემდეგ რაც დაკითხვა დასრულდება. ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა ეთერში. მანანა კობახიძის ფრაზა, რომელსაც არასამთავრობო სექტორის უკმაყოფილება მოხდა. ევროპის ქვეყნებში ყველა მოქალაქეთან სწორია, რაც საქართველოსთვის რთული მისაღებია, რადგან ეს მიუღებელია მართლმადიდებლური ეთიკისთვის. ეს არის ნაწყვეტი კობახიძის ინტერვიუდან, რომელიც ქართულ საინფორმაციო სააგენტო საქინფორმში წელიწად ნახევრის წინ დაიბეჭდა. თუმცა ინტერვიუს ეს ნაწილი უფლებადამცველის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ფრანგულმა ფიგარომ დღეს ისევ აქტუალური გახადა. ფიგარომ საქართველოს ახალ ხელისუფლებას კრიტიკული სტატია მიუძღვნა. არასამთავრობო ორგანიზაციები მანანა კობახიძის ამ ფრაზაში დისკრიმინაციულ ნიშნებს ხედავენ. თავად ვიცე-სპიკერი კი ახსნა განმარტებებს აკეთებს. ამბობს, რომ ერთსქესიან ურთიერთობებს თავადაც არ მიესალმება, მაგრამ როგორც პარლამენტის წევრი დისკრიმინაციული ნიშნით უფლება შელახულ ყველა მოქალაქეს დაიცავს. მალხას ჭკადუა ამზადებს ამ თემაზე რეპორტაჟს, დამას ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ. მალხას, რატო მოხდა ფიგაროში კობახიძის მიერ წელიწად ნახევრის წინ ნათქვამი ფრაზა? თუმცა საკმაოდ მოულოდნელი იყო მანანა კობახიძისთვის მისი ინტერვიუს ამონარიდის აღმოჩენა 2012 წლის ამ თვეში გამოქვეყნებულ ფიგარო სტატიაში. ის ამბობს, რომ გარკვეულწილად მიზანმიმართული ქმედებაა, თუმცა მიუხედავად იმისა, მართლა არის თუ არა მიზანმიმართული ქმედება და გარკვეული პიარის ნაწილი ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ პრეტენზიები, რომელიც მანანა კობახიძის გამონათქვამთან დაკავშირებით გაჩნდა, ამით არ ქრება. კონკრეტულად კი ეს ეხება მის ფრაზას იმასთან დაკავშირებით, რომ სექსუალური უმცირესობების თანასწორობის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ვერ გაიაზრებს ევროპული დემოკრატიის ღირებულებას, იმდენ რამდენადაც საქართველოში არის მართლმადიდებლური ეკლესიის თქვათ გარკვეული გავლენა და შესაბამისად ეს ეთიკა, რომელიც არსებობს რელიგიიდან გამომდინარე, საშუალებას არ აძლევს მოსახლეობას, რომ სექსუალური ორიენტაციის, სხვა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების უფლებები გაუთანაბრდეს ამ სხვა დანარჩენი ადამიანების უფლებებს. რაც შეეხება კობახიძის განმარტებებს, ის ამბობს, რომ ეს პიარ აქცია გარკვეულწილად მართული ქმედება, რომელსაც ლობირებენ გარკვეული ჯგუფები საზღვარგარეთ. რას ფიქრობს მანანა კობახიძე ამ სტატიაზე? ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში. ფიგარო არ არის ის გამოცემა, რომელსაც გაუჭირდებოდა დაკავშირება პარლამენტის ვიცე-სპიკერთან. მე მზად ვიყავი, მიმეცა კომენტარიც, მიმეცა ინტერვიუც, თუმცა ისინი მე არ დამკავშირებიან. მე დღეს პირველად გავიგე, რომ ასეთი რამ გამოუქვეყნებიათ, უბრალოდ უხერხულებს და წელიწად ნახევრის წინ გამოქვეყნებულ რაღაც სხვა ქართულ, ასე ვთქვათ, გამოცემაში მიცემულ ინტერვიუს იყენებს, თანაც ახდენს რაღაც კონტექსტიდან ამოგლეჯილად ამ ყველაფერს და აზრის დამახინჯებაა, მე ვფიქრობ. ეს არასწორია, რა თქმა უნდა, მე გამოვიყენებ იმ უფლებას, რომ შესაბამისი პასუხი გავცე და კეთილი ინებონ და განათავსონ ჩემი კომენტარი იგივე გამოცემაში.
თუმცა საინტერესოა ისიც, რომ ფიგაროს მიერ მოყვანილ ციტატაში, რომელიც როგორც მანანა კობახიძე ამბობს, არის გადმობეჭდილი საქინფორმის 2011 წლის ივლისში გამოქვეყნებული სტატიიდან, ფრაზა ხვდება აბსოლუტური სხვა ფორმულირებით. პრინციპში შინაარსი თითქმის ერთ და იგივეა, მაგრამ აქ ხვდებით ესეთ რამეს: ყოფილ ხელისუფლებას უმცირესობის, მათ შორის სექსუალური უფლებების დაცვა დემოკრატიის განუყოფელ ნაწილად მიაჩნია. ევროპულ ქვეყნებში ყველა მოქალაქე თანასწორია. ჩვენთვის ძნელია ამის მიღება, რადგან ეს ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ ეთიკას. ჩვენ დღეს მოვნახეთ ის სტატია, რომელშიც გამოქვეყნებული იყო ინტერვიუ მანანა კობახიძესთან. აქ არის შემდგომი რამ. ბაია ამაშუკელი, რომელიც გახლავთ ჟურნალისტი ამ საქინფორმის, ეკითხება მანანა კობახიძეს მეტი გრანტის მისაღებად ბჭყალებში ტაბულას ამერიკელებისთვის, ასევე ბჭყალებში აგრესიული მართლმადიდებლობისგან საწყალი ლიბერალების დარბევის დემონსტრირება ხომ არ დასჭირდა. საუბარია ინციდენტზე, რომელიც დაკავშირებული იყო ერეკლე დაისაძის სკანდალური წიგნის ასევე სკანდალურ გაგრძელებას. ერთი მხრივ ილიაუნის შესასვლელთან, სადაც მოხდა გარკვეული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდგომ კი ტელეკომპანია კავკასიის დარბევა. მანანა კობახიძე პასუხობს ამ კითხვაზე. შეიძლება სულაც არ იყოს მართლმადიდებელი, მაგრამ საყოველთაოდ აღიარებული უზნეობა მისთვის მიუღებელი იყოს. ევროპულ ქვეყნებში ყველა საზოგადოების ჩვეულებრივი თანასწორ წევრებად თვლიან, ჩვენთვის ამის მიღება ძნელია, რადგან ის მართლმადიდებელ მორალთან წინააღმდეგობაში მოდის. არის კატეგორიაც, რომელიც უცხოეთში ასეთი მოტივით თავშესაფარ სიტყვებს საუბრობს ქალბატონი მანანა კობახიძე სექსუალურ უმცირესობაზე. ჩვენთვის გაუგებარია, რა ფორმით მოხდა ტრანსფორმაცია ამ ფრაზისა, ასევე თქვათ, რატომ ბეჭდავს ფიგარო ამ ციტატას მაშინ, როდესაც არ ყოფილა ინტერვიუზე მისი ჟურნალისტი მანანა კობახიძესთან. ჩვენ ვეცდებით სხვა დღეების განმავლობაში დაუკავშირდეთ ამ რედაქციას და მივიღოთ პასუხი, რაც შეეხება თავად მანანა კობახიძეს დამოკიდებულება სექსუალურ უმცირესობებთან. ის არ მალავს, რომ მას არ მოსწონს ერთსქესიანი ურთიერთობები, თუმცა ამბობს იმასაც, რომ როგორც პარლამენტარი და ასევე ვიცე-სპიკერი, ასევე ყოფილი უფლებადამცველი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ამ ორიენტაციის მქონე ადამიანის უფლებები დაიცვას. რამდენად სარწმუნოა მისის განცხადება საზოგადოების განსახილველია, თუმცა ჩვენ მის კომენტარს გთავაზობთ პირდაპირ ეთერში. პირდაპირ გეტყვით, რომ მე არ მომწონს არც ლესბოსელობა და არც მამათმავლობა და თუ ამისთვის გამაკრიტიკებს ევროსაბჭო ან ევროკავშირი, მე მზად ვარ ისევ და ისევ გამოვხატო ჩემი პოზიცია, რომ მე ეს არ მომწონს. ისევე როგორც არ მომწონს მრავალწლიანობა. და მართლმადიდებელი ვარ და რაღაცა ჩემი წამსი შეიძლება მქონდეს. ესეც ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა და ამის გამო მე ნამდვილად არ მივიღებ არანაირ, ასე ვთქვათ, უბრალოდ მიუღებელია კრიტიკა ამის გამო, იმიტომ რომ ისეთივე უფლებები აქვს დაუშვათ იგივე კათოლიკეს, იგივე ბაპტისტს გამოხატოს თავისი აზრი. მეც შემიძლია გამოვხატო ჩემი აზრი. თუმცა 9 საათზე ასევე მეცხრე არხის მაყურებელი ნახავს, თუ ვის აქვს ძირითადი პრეტენზია მანანა კობახიძესთან სამოქალაქო საზოგადოების რომელ ჯგუფს. ასევე საინტერესოა ერთი მინიშნება, ვიდრე ვიტყვით თავარს, რომ მანანა კობახიძის ციტატა, რომელიც მოყვანილია ფიგაროში, აქ საუბარია იმაზე, რომ ყოფილ ხელისუფლებას უმცირესობის, მათ შორის სექსუალური უფლებების დაცვა დემოკრატიის განუყოფელ ნაწილად მიაჩნია. მიაქციეთ ყურადღება ყოფილ ხელისუფლებას. თუ დაუჯერებთ საქინფორმის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს, ეს გამოქვეყნდა 2011 წლის ივლისში, როგორ უნდა ეთქვა მანანა კობახიძეს ყოფილი ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაზე, მაშინ როდესაც 2011 წლის ივლისში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლება იყო, ანუ 2003 წლის ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლება. აქვე შემოგთავაზებთ 9 საათზე იმას, თუ რას ფიქრობენ ევროპაში მყოფი ქართველი იმიგრანტები იმ პრესის გამოხმაურებასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ქვეყნდება საქართველოს ახალი ხელისუფლების კრიტიკის მისამართით, ასე რომ დაელოდოთ თავარს 9 საათზე ჩვენ მოგიყვებით ვრცლად ჩვენს რეპორტაჟში. კითხვები, რომლებიც ფიგაროში გამოქვეყნებულმა დღევანდელმა სტატიამ გააჩინა, მალხაშ კადუა მუშაობს თემაზე. ქართული არქიტექტურის თუ პრეზიდენტის პიარი, რომელიც 102,000 ლარი დაჯდა, დღეს ცნობილი ხდება სააკაშვილის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი იმ თანხის შესახებ, რომელიც არქიტექტურულ ჟურნალ მარკის რედაქციას გადაურიცხეს. სანაცვლოდ ჟურნალის მთავარ ყდაზე მოხვდა საქართველოში გადაღებული სარეკლამო ფოტოწარწერით სააკაშვილი აშენებს ქვეყანას. ფონდიდან 1000-ობით ლარის გამოყოფით კანონი არ დარღვეულა, თუმცა უმრავლესობა სვამს შეკითხვას, რამდენად გამართლებული იყო სოლიდური თანხის პიარში ხარჯვა. რეკლამირებისთვის გადახდილი თანხის ამსახველი დოკუმენტაცია ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. დოკუმენტებს ჩვენი კორესპონდენტი გიორგი ფუტკარაძე გაეცნო და მან შეფასებებიც მოისმინა. გიორგი, კონკრეტულად რა ფოტოები მოხვდა მარკში?
დიახთამთან საუბარია ჟურნალ მარკის 37 ნომერზე, რომელიც მიმდინარე წლის მაისში გამოვიდა. ეს არის არქიტექტურული ჟურნალი, სადაც 37 ნომერში განთავსებული იყო საქართველოში სხვადასხვა მიმდინარე და დასრულებული სამშენებლო ნაგებობები, მათ შორის იყო პარლამენტის შენობა, რიყეზე მიმდინარე მშენებლობა და ასე შემდეგ. და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 102.450 ლარი, რათა ჟურნალში მოხვედრილიყო ეს ნაგებობები და ყდაზე სლოგანი „სააკაშვილი აშენებს ქვეყანას“. არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი ის ორგანიზაცია არის, რომელმაც გამოაქვეყნა ამ ფინანსების თაობაზე ინფორმაცია და შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, ისინი კითხვებს უამენ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით, რამდენად გამჭვირვალედ იხარჯება ეს ფონდი და რამდენად სწორად ხორციელდება ფინანსების ტრანზაქციები. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება, ახალი ხელისუფლება დაინტერესდება იმით, სად და რაში დაიხარჯა ეს 21 მილიონი და არა მარტო ის 150.000, რასაც თქვენ ამბობთ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ახლაც იხარჯება კოლოსალური თანხები და ეს ყველაფერი ერთად აბსოლუტურად შეგნებულად. ეს არ არის პირველი რეკლამა, თანაძვირად ღირებული რეკლამა, რომელიც საზღვარგარეთულ მედიაში ქვეყნდება. პიარის სპეციალისტები სხვა მკითხებს, რამდენად ეფექტური იყო, რა შედეგები მოიტანა ამ რეკლამებმა. თუ კი დავითვლით ჩვენ რეალურ შედეგებს, მოხდა თუ არა ამ ფინანსური რესურსების ხარჯვის შედეგად, ნებისმიერი წინსვლა, დარგობრივი შედეგი, ასე დავარქვათ ჩვენ. ალბათ ნახავთ ჩვენ, რომ ეს დარგობრივი შედეგი მიღწეული არ იყო. უფრო მეტიც, რა გიღა ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც საარჩევნო რეჟიმის საშუალებას და საზოგადოებამ პოლიტიკურ პირობით ამ უმრჩევლებთან ურთიერთობის ხერხი უფრო იყო ეს შესაბამისად, ამანაც ვერ გამართლა. დიახთამთან რა ჯდებოდა ძვირად ღირებული რეკლამები უცხოურ მედიაში, რას ემსახურებოდა ეს რეკლამები და რამდენად ეფექტური იყო კონკრეტული სარეკლამო კამპანია, დეტალები 9 საათზე. მადლობთ გიორგი, მარკსში გადარიცხულ ათასობით კლარზე გიორგი ფუტკარაძე საუბრობდა. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში თბილისი კეთრინ ეშტონს მასპინძლობს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით არის ჩამოსული. ცოტა ხნის წინ ეშტონმა მედიისთვის პრესკონფერენცია ჩაატარა და არჩევნების შემდგომ შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. ეშტონი შეეხო დაპატიმრებების თემასაც. მანამდე კი მაღალი რანგის სტუმარმა უკვე გამართა ორი შეხვედრა პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. როგორ აფასებს კეთრინ ეშტონი არჩევნების შემდგომ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას და თუ ახვლედიანი დაესწრო ევროკავშირის უმაღლესი კომისრის პრესკონფერენციას და თუ რა განცხადებებით გამოვიდა ეშტონი? დიახთამთა ბარონესა კეთრინ ეშტონის პრესკონფერენცია სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. ევროპის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა კომისარმა რამდენიმე პუნქტით თავის განცხადებაში ჩამოთვალა ის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც მან ისაუბრა როგორც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, ასევე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. პირველ რიგში კეთრინ ეშტონმა მიულოცა როგორც პრემიერს, ასევე პრეზიდენტს საქართველოში დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და აღნიშნა, რომ ეს პირველად ისტორიაში მოხდა მათი უმტკივნეულოდ და ღირსეულად გადაბარება. კეთრინ ეშტონმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ არ უნდა მოხდეს პოლიტიკური ოპონენტების დევნა და მხოლოდ კანონის უზენაესობით უნდა ხდებოდეს და არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში შერჩევითი სამართლით არ უნდა ხდებოდეს ოპონენტების გასამართლება. მოხარული ვარ, რომ კვლავ ვიმყოფები საქართველოში, ასე მალე საქართველოს ისტორიული საპარლამენტო არჩევნებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ძალაუფლების პირველი დემოკრატიული გადაცემის შემდეგ. მე მივულოცა ეს მიღწევა საქართველოს პრეზიდენტსაც და პრემიერ-მინისტრსაც. მეორივეს მოუწოდე, რომ გააგრძელონ საკუთარი თანამდებობებისა და ინსტიტუტების გამოყენება საქართველოს კარგი მმართველობის, კონსტრუქციული ხელშეწყობის მიზნით. მე ხაზი გავუსვი, რომ ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს ქართულ პოლიტიკაში დაიცვას დემოკრატიის, თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ევროპული ფასეულობები. არ უნდა არსებობდეს შერჩევითი სამართალი, არ უნდა იყოს ანგარიშწორება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. უნდა დაიწყოს წარსული დარღვევების გამოძიება და უნდა აღიქმებოდეს როგორც მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და სათანადო წესების შესაბამისი. კეთრინ ეშტონმა ასევე კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.
უმაღლესმა ევროკომისარმა აღნიშნა იმის შესახებ, რომ ყოვლის მომცველი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და ასოცირების შესახებ ხელშეკრულება საქართველოსთან ცოტა ხანში შესაძლებელია მართლაც გაფორმდეს. უბრალოდ ამისთვის ახლა მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები და საქართველო როგორც არასდროს ისე არის ახლოს ამ ხელშეკრულების გაფორმებასთან და ჩვენ შეგვიძლია კეთრინ ეშტონის ეს განცხადება მოვისმინოთ. მე მადლობა გადავუხადე პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს ბრიუსელში მათი ბოლო ვიზიტისთვის. ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონტაქტების უწყვეტი მაღალი ინტენსიურობა ჩვენი ურთიერთობების სიღრმისა და მასშტაბურობის მაჩვენებელია. მე მივესალმე იმას, რომ საქართველო ერთგულია ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლის მომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ მოლაპარაკებებისა. ჩვენ ვაგრძელებთ სწრაფ წინსვლას ამ მოლაპარაკებების მიმართულებით. იმედი მაქვს ამ მოლაპარაკებებს მცირე დროში დავასრულებთ. მე ხაზი გავუსვი ევროკავშირის მიერ ნაკის რვალდებულებას საქართველოსა და ევროკავშირის შორის მობილურობის გაუმჯობესების მიმართულებით. აღნიშნე საქართველოს როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში. მოვიწვიე საქართველო დაიწყოს მოლაპარაკებები და მონაწილეობა საერთაშორისო ოპერაციებში. მე მოვიწვიე საქართველო დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ჩარჩო ხელშეკრულებაზეც. ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე. პრეზიდენტთან და პრემიერთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნე, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თამთა კეთრინ ეშტონმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ის ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი. მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრთან განიხილეს სეპარატისტულ რესპუბლიკებთან ახალი მექანიზმების და ახალი მიდგომების გამოძებნის შესაძლებლობას, რაშიც მან პირობა დადო, რომ ევროკავშირი მაქსიმალურად დაეხმარება საქართველოს ასეთი მექანიზმების შემუშავებაში. აღსანიშნავია, რომ თბილისში ჩამოსვლისთანავე კეთრინ ეშტონი ჯერ პრემიერ-მინისტრს შეხვდა, ხოლო პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ის უკვე გაემგზავრა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად. და ბოლოს, როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, ის კმაყოფილია იმ შემოთავაზებით, როგორც კეთრინ ეშტონმა განაცხადა, საქართველო მზად არის უმასპინძლოს არაფორმალურ სამიტს, აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ სამიტს, რომელიც თბილისში უნდა ჩატარდეს. გმადლობთ დათო. კეთრინ ეშტონის პირველი განცხადებები და შეხვედრები, რომლებიც მან თბილისში გამართა, დათო ახვლედიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. შეიქმნება თუ არა პარლამენტში კომისია, რომელიც აუდიტის სამსახურის საქმიანობას შეისწავლის. უმრავლესობის ინიციატივას ამ წუთებში განიხილავენ. პარლამენტში ბიუროს ხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები შუალედურ არჩევნებზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზეც საუბრობენ. პარლამენტს ვრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში, სადაც გვანცა პაპავაძე იმყოფება. გვანცა, კონკრეტულად რა ინიციატივები განიხილება ბიუროზე? ამ წუთებში ბიუროს ხდომაზე იმ საკითხებს განიხილავენ, რაზეც პარლამენტი მომავალ პლენარულ ხდომაზე იმსჯელებს. ბიუროს ხდომაზე გადის მთავრობის რამდენიმე ინიციატივა, კერძოდ სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები და ასევე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც შუალედური არჩევნების წელიწადში ორჯერ დანიშვნას ითვალისწინებს. ახალი ცვლილებებით არჩევნების ჩატარება 15 თებერვლიდან 15 ივლისის ჩათვლით შეიძლება. კიდევ არის რამდენიმე მთავრობის ინიციატივა, მაგალითად პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს დაგეგმილია, რომ დაარეგისტრებენ დავით ონოფრიშვილის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პარლამენტში შეიქმნება სპეციალური პარლამენტს ექნება უფლება ნებისმიერ დროს შექმნა სპეციალური კომისია, რომელიც აუდიტის სამსახურის მუშაობას შეისწავლის. რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაა წარმოდგენილი მთავრობის მიერ, რომელიც ეხება სისხლის სამართლის კანონმდებლობაში და სხვა კანონებში შესატან ცვლილებებს. საკმაოდ დიდი პაკეტი აქვს მთავრობას წარმოდგენილი. ბუნებრივია ამ საკითხებზე, რომელიც იქნება მზად იმისთვის, რომ მომზადეს სასესიო ხდომისთვის, ამ საკითხებზე ვისაუბრებთ. ახალი ცვლილებებით 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე აი ამ თარიღში ყოველ წელიწად შეიძლება ჩატარდეს გამოკლებული უფლება მონაცვლე პირებისთვის საქართველოს პარლამენტის არჩევნები. საქართველოს პარლამენტს მიეცემა უფრო დიდი უფლებები იმისთვის, რომ შექმნას მაშინ, როცა მას უნდა შესაბამისი დროებითი კომისია აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ანუ კონტროლის პალატის საქმიანობის შესასწავლად. ჩვენ დავავალდებულებთ უკვე საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ მოახდინოს ევროპული ღირებულებების პროპაგანდა საზოგადოებაში.
შეგახსენებთ, რომ მომავალი პლენარული სხდომა 5 დეკემბერს არის ჩანიშნული. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, სწორედ ამ სხდომაზე იმსჯელებს პარლამენტი პოლიტპატიმრებისა და სახალხო დამცველის თაობაზე. გმადლობთ გვანცა ინიციატივები, რომლებსაც ბიუროს სხდომაზე განიხილავენ. გვანცა პაპავაძემ გაგვაცნო პირდაპირ ეთერში. საკადრო ცვლილებაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი პროკურატურაში გადადის. ნაცვლიშვილი მთავარი პროკურორის მოადგილედ ინიშნება. ამ ინფორმაციას კბილაშვილის უწყებაში უკვე ოფიციალურად ადასტურებენ. შეგახსენებთ, რომ ლაშა ნაცვლიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მთავარი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი გადმოდის პროკურატურაში და ხდება მთავარი პროკურორის მოადგილე. თუ ადასტურებთ ამ ინფორმაციას თქვენ? კი, ადასტურებთ, დაინიშნა კი ბატონო პირველ მოადგილედ დღეიდან. მიზეზი რა გახდა ამ ცვლილების? მიზეზს ვერ გეტყვით, სავარაუდოდ დღეს ბრიფინგი იგეგმება ამ საკითხთან დაკავშირებით და მოგაგცეთ ინფორმაციას. გამოიძიებენ თუ არა მუხროვანის ამბოხს თავიდან ამბოხის ორგანიზებაში ეჭმიტანილი და შემდეგ სპეცოპერაციის დროს მოკლული გიორგი კრიალაშვილის ოჯახი პროკურატურას მიმართავს. დადგმული სპექტაკლი ასე უწოდებენ მუხროვანში მომხდარ ინციდენტს სახელმწიფო ღალატში მსჯავრდებული კობა ოთანაძისა და ლევან ამირიძის ოჯახის წევრებიც. ამბობენ, რომ ამბოხების ინსცენირება ოპოზიციური გამოსვლებისა და 2008 წლის ომის გადასაფარად გახდა საჭირო. საქმეს კი ის ოფიცრები შეეწირნენ, რომლებიც ხელისუფლებისა და უმაღლესი სამხედრო მაღალჩინოსნების მიმართ უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდნენ. რომელი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ მუხროვანის ეგრეთ წოდებული ამბოხების მეთაურების აყვანის დროს. თაია მახარაშვილი მუშაობს თემაზე და ვცლად საღამოს 9-ზე გიამბობთ. ინფორმაციით მოვისმინე, რომ გია კრიალაშვილი ჩათვლეს სპეცოპერაციის დროს. ამ სპეცოპერაციას, აი ამ გავრცელებული ინფორმაციას სწორედ არ ვეთანხმებით ოჯახის წევრები, არც მე, არც შვილები, არც დედა. ბიჭები რომ გადმოუყრიათ ძირსო და რომ გადმოყარეს და ესროლესო, მერაბიშვილს დაურეკავს პრეზიდენტთან და უთქვამს, რომ ბატონო მიშა დავალება შესრულებულია, ბიჭები ლიკვიდირებულები არიანო. ასე აქედან გამომდინარე ვასკვნი იმას, რომ ეს იყო პრეზიდენტის ბრძანება. ეს იყო საზარელი ფაქტიურად მკვლელობა კრიალაშვილის, ესევე ჩაცხრილვა ოთანაძისა და ამირიძის, რომელსაც 9 ტყვია ჰქონდათ სხეულში მოხვედრილი. სასწავლებლივად არიან გადარჩენილები, როდესაც ბრძანება იყო, რომ სულ ყველა მორგში წაიყვანეთო, სასწრაფო ექიმის ვაჟკაცობამ გადაარჩინა მათი სიცოცხლე, რადგან მათ უთქვია, რომ ჯერ პულსი ესინჯებათ, წაიყვანოთ ღუდუშაურში და მორგში გადაყვანას ყოველთვის მოასწრებთო. სად არის მოწყობილობა, რომლითაც კუდინების მიერ მოქალაქეს უსმენდა? არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატები ხელისუფლებას მიმართავს და სთხოვს აპარატურის საჯარო დემონტაჟი მოხდეს. ინიციატივას სხვა არასამთავრობოებიც ეხმაურებიან და შინაგან საქმეთა მინისტრს პირველ განცხადებას ახსენებენ, სადაც ის მოსმენების აკრძალვაზე საუბრობდა. როგორ პასუხობენ უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები არასამთავრობო სექტორის ინიციატივას? რეპორტაჟი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან ერთად ხელისუფლებიდან მიიღოს იმის გარანტიები, რომ ეს უკანონო მოსასმენი აპარატურის საჯარო დემონტაჟი მოხდება და არც ერთი თქვათ ის უფლებადამცველი ორგანო, რომელიც რეფორმას განიცდის სამინისტროს შემადგენლობაში, ანუ გულისხმობს სოც და კუც, სამომავლოდ არ მიმართავენ და არ გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას. შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ შეწყდა მოსმენები, მაგრამ ამის მიღმა ჩვენ არ გვინახავს რაიმე ქმედებები განხორციელებული და რაიმე ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენ თავისუფლად, ანუ მხოლოდ ასე ვთქვათ, საზეიმო განცხადების გააკეთება, მე ვფიქრობ, რომ საკმარისი არ არის და დავეთანხმებოდი მე ახალგაზრდა ადვოკატებს ამაში. მე ვფიქრობ, რომ ალბათ უფრო ქმედითი ნაბიჯებით ან რაიმე სხვა მოქმედებით უნდა დაარწმუნდეს საზოგადოება, რომ მათი პირადი ცხოვრების უფლება არის დაცული. შეხვედრა მკერდის კიბოთი დაავადებულებთან სასტუმრო ვერეპალში დღეს კიბოს დიაგნოზით ოპერაციები ქალებისთვის ტრენინგები გაიმართა. დაავადებულებისა პრობლემებისადმი საზოგადოების მხრიდან მეტი ყურადღების მიქცევა და მხარდაჭერა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გზით. სწორედ ეს იყო დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი. კონფერენციას ორგანიზაცია გამარჯვებულ ქალთა კლუბის წევრები, აგრეთვე სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლები, ექიმები, ფსიქოლოგები და სპეციალისტები დაესწრნენ. გამარჯვებულ ქალთა კლუბის პირველი კონფერენცია, ეს არის დიდი მიღწევა, რათა ონკოლოგიური
დაავადებით ესეთი ქალები ძალიან ბევრია საქართველოში და პირველი მერცხალი ასე თქვათ, ასეთი გამარჯვებული ქალის კლუბი იყო გურიაში, კერძოდ ლანჩხუთში და დაპატიჟდეს ქალები აქ. ასევე სურამიდანაც არის უკვე ასეთი კლუბი ჩამოყალიბებული. ჩვენი იმედი გვაქვს, რომ სადაც კი არის სკრინინგის პროგრამა, თუ ეს უკვე სადღაც 20-25 ქალაქშია, რომ იქვე ასეთი გამარჯვებულთა ქალების კლუბები ჩამოყალიბდეს. და ახლა ჩვენი ვიდეო მასალა სტრასბურგიდან, სადაც საშობაო ბაზრობა მიმდინარეობს გუტენბერგის მოედანზე, რომელსაც ათეულობით დამთვალიერებელი ჰყავს, ეპიცენტრში ქართული სოფელია. ქალაქის მთავარ კათედრალში კი ქრისტეშობის სცენა იდგმება. ნახეთ რეპორტაჟი სტრასბურგიდან. სტრასბურგის საშობაო ბაზრობა მე-14 საუკუნიდან იღებს სათავეს და ამ ლამაზ დღესასწაულს ადგილობრივი მოსახლეობა ქრისტეს ბაზრობად მოიხსენიებს. საკათედრო ტაძარში ბაზრობის გახსნისათვის ქრისტეს შობის სცენა იდგმება. ტაძრის წინ სამოედანზე, კლებერზე, ბროლსა და გუტენბერგზე საშობაო საჩუქრებით დახუნძრული დახლები და ფარდულებია ჩამსკრივებული. აქ ყველაფრის ყიდვა შეიძლება, ყველაფრის, რაც საშობაო განწყობაზე დააყენებს მყიდველს. გუტენბერგის მოედანზე, სადაც ქართული სოფელია, ხალხმრავლობაა. ტურისტები ინტერესით ათვალიერებენ ქართულ ექსპოზიციას, რა თქმა უნდა მოწონებით სარგებლობს ქართული პური და მწვადები. კოსტუმებია ძალიან ლამაზი და საინტერესო, ტრადიციული ქართული კოსტუმები, ასევე ხალხური ცეკვები. ახლა სწორედ ამის სანახავად მოვედი. საქართველოს ვიცნობ სიმღერებით ვიცი, რომ ქართველები საუკეთესო მომღერლები არიან ტრადიციულად. სულ ეს ვიცი საქართველოზე. Ну, აი არ ვიცი როგორ აგიხსნათ ეს ყველაფერი. 3 წლის განმავლობაში ნატრობდი, რომ საქართველო წარმოდგენილი ყოფილიყო ზუსტად ესეთი სახით, როგორიც დღეს არის. და მე ბედნიერი ვარ ძალიან, ამაყი ვარ ძალიან, რომ დღეს საქართველო წარდგა თავისი კულტურით, თავისი ისტორიით და რა ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან ამაყი ვარ. გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს, ისაც ნახეთ კონცერტმა გუშინ, დღეს აი ხალხი არ ჩერდება მიუხედავად ამის გუშტობა, მაგრამ მეგონი ქართული სოფელი არის ეპიცენტრი საშობაო ბაზრობის. სტრასბურგის ბაზრობა, სადაც ყოველ წელს 2 მილიონზე მეტი ტურისტი ჩამოდის, საუკეთესო საშუალება გაიცნოს ევროპამ ქართული კულტურა. ასეთი იყო დღის მთავარი სიახლეები საღამოს 7 საათისთვის. მე ხვალამდე დაგემშვიდობებით, თქვენ კი წინ გოგი ახალკაცის მატრიცა გელით.